მივესალმები, ვიდრე დავიწყებ თქვენთან საუბარს, მანამდე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ გუშინ მოლდოვას დამოუკიდებლობის 34 წლისთავი იყო. გერმანიის კანცლერი მერცი, ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთის პრემიერი ტუსკი, ისინი იყვნენ ჩასულები, ულოცავდნენ და ასევე ევროკავშირში მოლდოვას გაწევრიანებას მხარდაჭერას აღვქვამდნენ. დღეს თინა ბოკუჩავას ჰქონდა შეხვედრა მაია სანდუსთან, მოლდოვას პრეზიდენტთან. თინას დავუბრუნდები ახლა უკვე შეკითხვით, გითხარით უფრო მეტი ამ შეხვედრაზე და ზოგადად ამ ვიზიტზე. მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, გუშინ იყო უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვის დღე ევროკავშირის მხრიდან მოლდოვას მიმართ. გუშინ მოლდოველები აღნიშნავდნენ 34 წლის თავს მათი დამოუკიდებლობის, მაგრამ ასევე ზეიმობდნენ თავიანთ ევროპულ მომავალს, როდესაც პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, რომელსაც ჩვენ დღეს შევხვდით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მდივანთან გია ბარამიძესთან ერთად, გუშინ გვერდით ედგა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და გერმანიის ახლად არჩეული ძალიან გავლენიანი კანცლერი ფრიდრიხ მერცი. ეს ნამდვილად არის ევროპის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საქართველოსაც ნამდვილად ჰქონდა შანსი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღეც 26 მაისიც ასე ამაყად, ასე ღირსეულად, ასე ევროპულად აღვენიშნა და ნაცვლად ამისა ვიმყოფებით მოცემულობაში, როდესაც დიახ, პროევროპელი ქართველი ხალხი იდგა ქუჩაში რუსთაველზე, მაგრამ იქ ვერც კი მოდიოდა ანტიევროპული, ანტიეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას ეძახის თავის თავს ივანიშვილის რეჟიმის სახით. როდესაც დღეს შევხვდით პრეზიდენტ მაია სანდუსს და ასევე ჰქონდა შეხვედრა ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხაილ პოპსოისთან, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის პროცესში, მათ შორის დასავლეთ პარტნიორობის ეგრეთ წოდებული ტრიოს ფარგლებში, სადაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად იღვწოდნენ ევროპული სივრცისკენ, რომელიც არის, როგორც თქვენი სტუმარი, ძალიან კომპეტენტურად და სიღრმისეულად ხსნიდა მშვიდობის იდეაზე აგებული. გუშინ კანცლერი მერციც სწორედ ამას უსვამდა ზოგადად მთლიანად ღონისძიების მთელი ლეიტმოტივი, ასე ვთქვათ, და მთავარი კონტექსტი, რომელსაც ყველა გამომცვლელი ხაზს უსვამდა, არის მშვიდობა. რატომ? იმიტომ რომ მოლდოვაშიც იგივე ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით რუსეთი ცდილობს ეგრეთ წოდებული ქართული სცენარის გამოყენებას და გამეორებას, რასაც უკვე აპრობირებულ ტერმინად იყენებენ დასავლეთში, ევროკავშირში, უკრაინასთან მიმართებაში, ისევე როგორც მოლდოვასთან მიმართებაში და რას ნიშნავს ეს ქართული სცენარი? რასაც რუსეთი ვერ აღწევს ომით, რასაც ვერ მიაღწია 2008 წელს საქართველოში, რასაც ვერ მიაღწევს უკრაინაში, შემდგომ ამას მიაღწიოს ელექტორალური, ანუ საარჩევნო პროცესების გამოყენებით. სხვათაშორის წინა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოლდოვას, ეს არის 28 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნები, არის მოლოდინი, რომ ძალთა ბალანსი შეიძლება კორექტირდეს მოლდოვის პარლამენტში, ასე რომ მოკლედ მნიშვნელოვანი ამბავია მოლდოვისთვის და თქვენ როცა ახსენეთ ეს მხარდაჭერა, მაკრონის სიტყვები იყო, რომ კრემლის პროპაგანდა გვეუბნება, რომ ევროპელებს ომის გახანგრძლივება სურთ და რომ ევროკავშირი ხალხს ჩაგრავს, ეს ტყუილია. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არავის ვემუქრებით და პატივს ვცემთ ყველას სუვერენიტეტს. ევროკავშირზე ლაპარაკობდა ის. რა მოლოდინები გაქვთ? ჩვენ წინა სტუმართან ვლაპარაკობდით თარიღზე, რომელიც ევროკომისიამ დაუთქვა საქართველოს, ეს არის აგვისტოს ბოლო დღეებია ახლა სწორედ. წინა სტუმარი ამბობდა, რომ მას აქვს მოლოდინი, ან შესაძლოა ინფორმაციაც, რომ ეს იქნება დროებით დაპაუზება რამდენიმე თვით, ვინაიდან ეს პროცედურულად ბევრად მარტივი გადაწყვეტილება ძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მარტივად მისაღები ევროკომისიისთვის. რა მოლოდინები გაქვთ?
კი, მადლობა ამ კითხვისთვის, დიანა. სწორედ რომ გვესმოდეს, ყოველთვის ვცდილობ, რომ აი ცხადად განვმარტო, ასე ვთქვათ, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების წესიდან გამომდინარე, რომელიც პერსონალურ ფინანსურ სანქციებს, ანუ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, ამისთვის აუცილებელია სრული კონსენსუსი. ანუ 27-ვე წევრმა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს პერსონალური ფინანსური სანქციების დაწესებას ნებისმიერ პირთან მიმართებაში. ივანიშვილი იყენებს პუტინთან ასოცირებულ ვიქტორ ორბანს და უნგრეთს, როგორც ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს 27-დან. ხოლო პუტინთან ასოცირებული არ არის ვიქტორ ორბანი, მას ვთქვათ, განსაკუთრებული კავშირები აქვს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტთან, მაგრამ კარგი, ორივესთან ასე ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში დიანა მის პოზიციონირებაში რაც შეეხება ევროპის კონტინენტზე პოლიტიკის განსაზღვრას, ხშირ შემთხვევაში ის სწორედ პუტინის მხარეს ირჩევს ევროპული პოლიტიკის ნაცვლად და ეს ჩვენ ყველაზე ცხადად ვიხილეთ მათ შორის უკრაინის საკითხთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ჩართულობით, როდესაც მოხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, ვიქტორ ორბანსაც მოუწევს თავის პოზიციის ცვლილება, მაგრამ ამ დრომდე ჩვენ ხშირად დავინახეთ, რომ ის სწორედ პუტინის ინტერესებს ატარებდა სამწუხაროდ და ასე ხდება, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და რელევანტური და მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამაზე ღიად საუბრობენ ევროპელი ლიდერები, მათ შორის პირისპირ საუბრებში და ასევე საჯაროდ მინდა გითხრათ, რომ სწორედ ვიქტორ ორბანის გამოყენებით ივანიშვილი ბლოკავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების წესს, იმისთვის რომ მან თავიდან აირიდოს პერსონალური სანქციები და საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე. რატომ? ანუ ეს გადაწყვეტილება არის პერსონალური სანქციების ალტერნატივა, ასე აღიქვამთ, ვინაიდან ის ვერ ხდება, სწორედ იმიტომ რომ კონსენსუსია საჭირო, აქ შედარებით მარტივი პროცედურაა, შედარებით და ამიტომ ეს არის ალტერნატივა, ასე უყურებთ. გაცილებით მარტივი პროცედურაა დიანა, რატომ? იმიტომ რომ აქ საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა, არამც 27 წევრივე სახელმწიფოს თანხმობა, მაგრამ ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი იმ პოლიტიკის, რასაც ივანიშვილი ატარებს, რომლითაც ის ცდილობს, რომ საკუთარ თავზე სანქციები აირიდოს და სანაცვლოდ დაასანქციროს მილიონობით ქართველი, ბევრ მათგანს წაართვას ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა, ბევრ მათგანს წაართვას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი მომსახურების მიღების შესაძლებლობა და ზოგადად საბოლოოდ ჩამოგვაშოროს ევროპულ სივრცეს და დაგვაკარგინოს ის ერთადერთი კეთილდღეობა, რაც კი დაგვრჩენია მისი რეჟიმის პირობებში და ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპულ სივრცეშთან და საბოლოოდ ჩამოაყაროს კინის ფარდა. თინა, არის ორგვარი პოზიცია. ერთი წუთი დიანა, ერთი წუთი მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ ამ დეტალზე არა მსუ დეტალი, არამედ მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური საკითხია, ამაზე ჩვენ ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სულ რამდენიმე დღის წინ ვარშავაში, რადისლავ სიკორსკის, როდესაც მას შევხვდით. და რას ითვალისწინებს ეს საკითხი? ნახეთ, პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში პოლონეთმა დააყენა ასეთი ინიციატივა, რომ ეგრეთ წოდებული დროებითი შეჩერების მექანიზმის, ანუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა მთლიანად მოსახლეობაზე, არამედ კონკრეტულ ტარგეტირებულ ჯგუფებზე და ჯგუფთა წრეზე. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი ოჯახის წევრები, ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები, რომლებიც ცემენ, აწამებენ და სხვაგვარ ძალადობრივ აქტს ჩადიან მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. პროპაგანდისტებზე, ეგრეთ წოდებულ ბიზნესზე და სინამდვილეში კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე ვიზეთ დგას ბიძინა ივანიშვილი.
ამის შესაძლებლობას იძლევა ეს ახალი ინსტრუმენტი, რომელიც პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში დადგა დღის წესრიგში და ამიტომ ჩვენ ჩავედით შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვან საკვანძო დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საფრანგეთი და გერმანიაც მნიშვნელოვანია ზოგადად ეს ეგრეთ წოდებული ვაიმარის სამკუთხედი და ამის დემონსტრირება იყო მათ შორის სწორედ გუშინდელი დღეც, როდესაც ამ სამი ქვეყნის ვაიმარის ქვეყნის ლიდერები იყვნენ მოლდოვაში პრეზიდენტი მაია სანდუს და მოლდოველი ხალხის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, მაგრამ კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის ანუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხში საკვანძო ქვეყანა არის პოლონეთი, იმიტომ რომ მათი თავმჯდომარეობის პირობებში დადგა ეს ინიციატივა, რომელიც მანამდე არ იყო. ეს არის ცვლილება უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმში, რომელიც სწორედ პოლონელებმა დააყენეს. ამიტომ ეს იყო ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ძალიან დეტალურად განვიხილეთ, იმიტომ რომ ძალიან გვაღელვებს დიანა ის ფაქტი, რომ ბოროტმოქმედი კრიმინალი მოღალატე ივანიშვილი იყენებს ახლა თქვენ როგორც გნებავთ ისე დაახასიათეთ ვიქტორ ორბანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად პუტინის და ივანიშვილის მოკავშირედ გვევლინება, იმიტომ რომ ის იყენებს საკუთარი პრაქტიკულად ვეტოს უფლებას ევროკავშირში, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა 27 წევრთაგან, თავიდან არიდებს ივანიშვილს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს და ევროკავშირს ეუბნება, რომ შენ ხელფეხი შეკრული გაქვს, ვერ დაასანქცირებ ივანიშვილს, რაღაც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შენი წესები ირღვევა და ეს რაღაც არის ის ერთადერთი, რაც დაგრჩენია და ეს არის უვიზო შეჩერება. ჩვენ ვამბობთ, არა, ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, პოლონელებმა ეს ახალი შესაძლებლობა შემოგთავაზეს. ნახოთ რა გადაწყვეტილებები იქნება, რა ფორმულირებით მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის ავტოკრატიულ სლაზე. კი ბატონო, თინა, შევხედავთ ჩვენ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ხვალ არის არაფორმალური შეხვედრა, შემდეგ ჩვენი წინასტუმარიც საუბრობდა, რომ ძალიან დაჩქარდა პროცესები, შესაძლოა კიდევ ოქტომბრამდე ჩაინიშნოს უკვე ფორმალური შეხვედრა მინისტრების დონეზე, გადაწყვეტილების მიმღები პირების დონეზე. მე მინდა აუცილებლად კითხოთ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ, ვიდრე ჩვენ ჩართვამდე, თქვენი პოსტი დაიწერა სოციალურ ქსელში, თქვენ დაწერეთ, მივმართავ 8 პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ, როგორც ხვდები, თამარ ჩერგოლეიშვილზეა ლაპარაკი, რომელმაც ქსელში კონკრეტული სტატუსის გამო, რომელიც ბავშვებს ეხებოდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა, თუმცა რას ითხოვთ თქვენ ამ განცხადებით რვიანიდან ამ კონკრეტული პოლიტიკოსის გარიცხვას, თუ აი რას გულისხმობთ და ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ლევან სანიკიძემაც ცოტა ხნის წინ რაღაც ამდაგვარი დაწერა ასევე სოციალურ ქსელში. დიანა, ამ შემთხვევაში სწორად გამიგეთ, ჩემთვის სახელი და გვარი სრულიად მეორეხარისხოვანია. მე ამ პოსტში, რომლის ბოლო აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ასევე უბრალოდ მივხვდი და მინდოდა რომ გარკვეული ყოფილიყო. თუმცა მან ბოდიში მოიხადა, ეს არ ვიცი ახლა თავის ქსელში, თავის გვერდზე წერს ასეთ რამეს, რომ მოკლედ სხვა დროს არ ვიზამ და რაღაც განმარტება აქვს ამ თემაზე, არ ვიცი ნახეთ თუ არა გისმენთ. ნახეთ დიანა, ღრმად მჯერა იმის, ღრმად წამს იმის, რომ ჩვენ თუ დავემსგავსეთ ივანიშვილს ჩვენს ბრძოლაში მისი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმის, რომელიც ჩვენს შვილებს აშინებს, იჭერს, აწამებს, წამლავს, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ გამარჯვებას. მე არ მჯერა პოლიტიკის და ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან. არ მჯერა ასეთი პოლიტიკის. ამიტომ დიახ, ნამდვილად მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ შეიკრიბოს ეგრეთ წოდებული რუიანის ფორმატი. ამიტომ ჩავთვალე აუცილებლად, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტში ვიმყოფებით, რომ გამოვხმაურებოდი ამ ფაქტს და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ნამდვილად მიზანი არ ამართლებს საშუალებას, რომ ბოროტებას რა გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებთ, ანუ თქვენი შეთავაზება რა იქნება რვიანთან? დაძლევ ამორალობით
ჩემგან მოწოდება არ არის ამოცანა, მე ჩემი პოლიტიკური მორალი მაქვს. და ამ შემთხვევაში ნამდვილად საუბრობ როგორც თინა ბოკუჩავა და ჩავალ ხვალ ღამე თბილისში და აუცილებლად ასევე პარტიაც ვიმსჯელებ ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერასოდეს დავინახავ გამარჯვებას იქ, სადაც არ არსებობს პოლიტიკური მორალი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბავშვების ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება ჩემთვის არის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვის შემდეგაც ვერც ერთ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად ვერ დავდგები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის სრულიად ირელევანტურია. შეიძლება თუ არ იქნა რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ რვიანი დატოვოს? გამოხმაურებოდი ამას. თინა, შეიძლება თუ არა მივიღოთ მოცემულობა, როცა ნაციონალურ მოძრაობამ მიიღოს რვიანის დატოვების გადაწყვეტილება, ანუ ასე თუ ხედავთ საკითხს. დიანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მე არ მინდა აქედან ეს გადაწყვეტილება მივიღო, მათ შორის განსაკუთრებით ისე, რომ ჩემ თანაგუნდელებთან ერთად არ მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დავსხდეთ და განვიხილოთ ეს საკითხი. მე ყოველად დაუშვებლად მიმაჩნია ბრძოლის გაგრძელება, ეს ფორმატი რისთვის შეიქმნა, ხო? იმისთვის, რომ გავერთიანებულიყავით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ და ეს თავისთავად ამიტომ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ფორმატია. ამან გააერთიანა ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებმაც ბრძოლის გზა ავირჩიეთ, ამ პარტიების ძალისხმევით და ამ პარტიების პრინციპული პოზიციონირებით შევძელით ის, რომ 4 ოქტომბერი როგორც თარიღი და წყალგამყოფი მომენტი საერთოდ შეიქმნა, ჩვენ რომ ლელოსავით ახლა გახარიას აღარც ვახსენებ, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ საერთოდ დასრულდა ეს პოლიტიკური პროექტი, დახურულია, მაგრამ ლელოსავით რომ აგვერჩია ამ საერთო ბრძოლის ღალატი და იმ საპროტესტო განწყობების ღალატი, რასაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, რასაც ვხედავთ პოლიტპატიმრებში და მათ ოჯახებში. მაშინ 4 ოქტომბერი როგორც თარიღი საერთოდ არ იარსებებდა, ამიტომ ეს 8 პარტია ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა, თუმცა ვერც ერთი მიზანი ვერ გაამართლებს საშუალებას, სადაც ბრძოლის ინსტრუმენტად იქცევიან უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები. მაშინ რით განსხვავდებით ივანიშვილისგან, რომელიც ამიტომ მკითხეთ, თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო რვიანმა, თქვენ დატოვებთ რვიანს, თქო? რა თქმა უნდა, ხა არ უნდა გამოვრიცხოთ, ხო, ეს შესაძლებლობა, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამჯდომარის პოზიციიდან ვაფიქსირებ იმას, რომ ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელიც გადაიკვეთა და შესაბამისად ჩვენ მე პირადად საერთო ვეღარაფერი ასეთ პოლიტიკურ ფიგურასთან, რომელიც ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს ბავშვებს, ვერ მექნება, მაგრამ კიშინიოვიდან ნამდვილად ამ გადაწყვეტილებას ვერ და არ დავაანონსებდი. ამისთვის აუცილებელია, რომ მათ შორის ვიმსჯელოთ თანაგუნდელებმა და თქვენი პარტიის სხვა წევრები ბევრად უფრო მკაფიოდ წერენ, მაგალითად თინა ანაწითლიძე წერს, რომ საერთოდ გაუგებარი იყო რა მიზანი ჰქონდა ამ რვიანს, რომლის შექმნის თავარი არსი იყო ლაკას ერთდღიანი შიმშილობის გაправება და იქ სადაც ჩერგოლეიშვილია სპიკერი, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო. ანუ ბევრად უფრო მკვეთრი არიან თქვენი გუნდის წევრები, სხვა წევრები. ყველას სხვადასხვა გამოხატვის ფორმა აქვს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა და ბრძოლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მე ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად ბოლო 3 დღის განმავლობაში მქონდა ფიქრობ არა პარტიისთვის, არა რომელიმე ერთეული პოლიტიკოსისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. მე ვცლად გიამბეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადისლავ სიკორსკისთან შეხვედრის შესახებ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინაში, მათ შორის მმართველი პარტიის პრეზიდენტი ზელენსკის პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა უმაღლესი თანამდებობის უნდა დაგემშვიდობოთ. შეხვედრა ისევე როგორც მაია სანდუსთან, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან ამ ბრძოლაში, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, იმისთვის, რომ
გავათავისუფლოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მეგობრად მოიხსენიებენ უკრაინაში, პოლონეთში და მოლდოვაში, რომელსაც კარგად ხვდებიან, რომ სინამდვილეში იმისთვის ისჯება რუსული რეჟიმის მხრიდან, რომ ის წინ აღუდგა ვლადიმერ პუტინს 2008 წელს, როგორც ეს შემდგომ გააკეთა უკვე პრეზიდენტმა ზელენსკიმ. უნდა დაგემშვიდობოთ და უფრო მეტი ამ თემებზე ვილაპარაკოთ უკვე თბილისში დაბრუნების. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ამ საგარეო და შიდა პოლიტიკური პროცესების სინქრონიზაცია. საბოლოო გამარჯვებისთვის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, როდესაც მადლობა თინა ბოკუჩავას, მას დავემშვიდობები და